ნაივური ნაქარგობის გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საგამოფენო სივრცე ხვალიდან უნიკალური ტექნოლოგიით შესრულებული ნაქარგობის ექსპონატებს უმასპინძლებს. ექსპოზიცია ფოლკლორის ცენტრის მცირე დარბაზში გაიხსნება და 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მსგავსი ტექნოლოგიით საქართველოში სულ 10 ადამიანი ქარგავს. ფოლკლორის ცენტრში აჭარის მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოტანილი 1 საუკუნის წინანდელი ტილოები იქნება წარმოდგენილი. ეს ყველაფერი ჩვენ ექსპედიციების სახით რეგიონების სოფლებში მოვიძიეთ. წელს ვიყავი სვანეთში, დაახლოებით 12 სოფელი შემოვიარე და ვიყავი აჭარაში, სადაც ხულო ხელვაჩაური და ქედა შემოვიარე და იქ შემორჩენილი ეს ნიმუშები, რომელიც ოჯახის წევრებს დაკეცილია. ჩვენს ცენტრის ისტორიაში დამკვიდრდა ასეთი ძალიან კარგი გამოფენები, რომელიც რეგიონებიდან, ასე ვთქვათ, მოძიებული ნიმუშებით ეწყობა. ეს ძალიან კარგია იმისთვის, რომ ერთგვარი ეს არის ძალიან საინტერესო მასტერკლასი ძალიან ბევრი იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს დაკავებულია ამ საქმიანობით დედაქალაქში და საერთოდ ამ ნიმუშების დაფიქსირებით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოიფინება და შეიძლება ეს ერთ კვირაში მოიხსნას, ჩვენ ვახდენთ ამის, ასე ვთქვათ, არქივს აი ამ ნიმუშების.